მოგესალმებით მეგობრებო. მე ლევან ქერდიყვაშვილი ვარ, თქვენ კი კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდს უყურებთ. სანამ დავიწყებთ დღევანდელ ძალზე საინტერესო გადაცემას, აუცილებლად მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, დაგვიტოვოთ კომენტარების სახით თქვენი მოსაზრებები, ასევე აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing Georgia, ისევე როგორც Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც გელით არაერთი ძალზე საინტერესო მასალა, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრივის შესახებ. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას, ძალიან დატვირთული კვირა ქართულ პროფესიონალურ კრივში, ძალიან ბევრი საინტერესო და გრანდიოზული ამბავი ხდება და სწორედ აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ მე პირადად დღევანდელ გადაცემაში. მოგეხსენებათ 26 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში იგეგმება გრანდიოზული საკრივო შოუ, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული, ისეთი რომლის მსგავსიც ქართული კრივის კომაქს ძალიან დიდი ხანია არ უნახავს. და აი აქ ამ შოუზე დასასწრებად უკვე თბილისში იმყოფება ლენოქს ლუისი, მსოფლიო კრივის ლეგენდა, რომელსაც ალბათ წარდგენა არ ჭირდება, თუმცა თავარი მაინც უშუალოდ გამართული ბრძოლები იქნება, რომლის შესახებაც მე დღეს ვისაუბრებ აი ამ ჩვენს გადაცემაში. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ორ დღეში უკვე 28 სექტემბერს უკვე ტრადიციული პროფესიონალური კრივის შოუ და ნამდვილი კრივის ზეიმი ეწყობა წნორში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით. ეს უკვე ძალიან ტრადიციული ტურნირი გახდა, უკვე მესამე წელიწადია ზედიზედ ყოველ შემოდგომაზე იმართება ეს ტურნირი, პროფესიონალური კრივის ბრძოლები ყოველთვის მიმდინარეობს ანშლაგით, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენი ქიზიყელი მაყურებლის, გულშემატკივრის და არა მხოლოდ ქიზიყელი და კახელი გულშემატკივრის, ასე რომ წელსაც ყველას გელოდებით წნორის პარკში 28 სექტემბერს და აი ამ ბრძოლაზე აი ამ ბრძოლებში უმთავრესი ბრძოლა იქნება ადგილობრივი მოკრივის გელა თეგაშვილის ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის კამარზე გამოცდილ გიორგი ქიტიაშვილთან 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოგეხსენებათ, გელა თეგაშვილი არის 61 კილოგრამ წონით კატეგორიის ქამრის მოქმედი მფლობელი და სწორედ დაცვა ექნება წელს უკვე გიორგი ქიტიაშვილის წინააღმდეგ. შარშან გელამ სწორედ მშობლიურ ქალაქში მოიპოვა ეს ქამარი, მაშინ მისი მეტოქე იყო ძალიან გამოცდილი ხვიჩა გიგოლაშვილი, 8 რაუნდიან ბრძოლაში შეძლო საკმაოდ დაძაბულ და რთულ ბრძოლაში გელა თეგაშვილმა ამ ქამრის მოპოვება. წელს კიდევ უფრო იქნება რთული მისთვის ამ ქამრის მოპოვება და უფრო რთული და დაძაბული ბრძოლა ელის, გამომდინარე იქიდან, რომ წელს უკვე საქართველოს ქამარზე ბრძოლები ტარდება 10 რაუნდიან დაპირისპირებები ტარდება საქართველოს ქამარზე და ძალიან კარგი გამოცდილი მეტოქე ყავს გიორგი ქიტიაშვილის სახით, რომელსაც აქვს მართლაც ძალიან დიდი შემართება, მონდომება, გამოცდილება, შესაბამისი ასაკი და შესაბამისი მზადებაც იმისთვის, რომ განაცხადოს პრეტენზია აი ამ ქამარზე, სწორედ შესაბამისად მე ველი ძალიან კარგ, ძალიან მაგარ დაპირისპირებებს. ამის გარდა ჩვენ ნახავთ იქ არაერთ ძალზე საინტერესო მოკრევებს, მათ შორის ადგილობრივ მოკრევებს, ფინეთიდან ჩამოდის ვაკო საჩეჩელაშვილი, კრივის კლუბ მგლების წარმომადგენელი, გოგა ქავთარაძეს ვიხილავთ, სხვა მოკრევებს ვიხილავთ. ზოგადად თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ კრივის კლუბი მგლები ერთ-ერთი გამორჩეული კრივის კლუბია, რომელიც წარმოადგენენ წნორს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს და მისი ხელმძღვანელია ბატონი მიხეილ ბაკაშვილი, რომელსაც ასევე დიდი მადლობა ეკუთვნის ინიციატივისთვის აი ამ ბრძოლების წნორში გასამართავად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას, ვის ხელშეწყობითაც სტარდება ეს ტურნირი და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს Boxing Group Promotion-თან ერთად, ვინც შეძლო აი ამ ღონისძიების ორგანიზება. ასე რომ ყველას გელოდებით 28 სექტემბერს წნორის პარკში. ახლა კი გადავიდეთ თბილისში დაგეგმილ ძალიან დიდ და ძალიან მაგარ შოუზე და დავიწყებ ამ დღის უმთავრესი ბრძოლით. მოგეხსენებათ, არ იქნება არც ერთი ბრძოლა ამ ტურნირზე, არც ერთი ბრძოლა არ იქნება იოლი, არ იქნება მარტივი. ჩვენ ვიხილავთ ქართველ მოკრევებს, უცხოელი მოკრევების წინააღმდეგ, ვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონის ქამრის გათამაშებას, ვიხილავთ საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშებას, ვიხილავთ უცხოელ მეტოქეთა დაპირისპირებას ერთმანეთის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ქართველ მოკრევეთა მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს, ასე რომ მოდით აუცილებლად 26-ში აქვე გეტყვით, რომ საჩუქარი გაკეთდა ქართული კრების კომაგისთვის და დასწრება იქნება უფასო ამ ღონისძიებაზე ძველ სპორტის სასახლეში მინდა აღვნიშნო და
გელით უყველას 26 სექტემბერს ტურნირი დაიწყება 13 საათიდან და დღის მთავარი ბრძოლები უკვე იქნება 19 საათიდან, საღამოს 7 საათიდან. გელით ყველას პირდაპირ რეპორტაჟს იხილავთ და სხვა ინფორმაციებს ასევე Facebook-ის გვერდზე კრევის სამყარო Boxing Group Promotion-ის და World Boxing Promotion-ის გვერდებზე. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლებს, მინდა გითხრათ, რომ დღის მთავარ ბრძოლაში ჩვენ ვიხილავთ ახალგაზრდა გივი თოდუას, დაუმარცხებელ მოკრივეს, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო იმდენი, რომ მიაღწია შესაბამის რეიტინგს და იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის WBF მსოფლიოს კრევის ფედერაციის ვერსიით. გივი თოდუამ 2024 წელს გამართა პირველი ბრძოლა პროფესიონალური კრევის რინგზე, მას შემდეგ დაუმარცხებლად მოდის, გამართა არაერთი დასამახსოვრებელი ბრძოლა, მათ შორის უცხოელი მეტოქეების წინააღმდეგ, დაამარცხა თურქი მეტოქე, დაამარცხა ფრანგი მეტოქე, ძალიან გამოცდილი ბიჭი და სწორედ აი აქედან გამომდინარე მას მიეცა შანსი და ეძლევა შანსი მოიპოვოს მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი საშუალო წონაში. მისი მეტოქე იქნება ტაილანდელი მოკრივე, უძალიან გამოცდილესი, მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა გივი თოდუასთვისაც და ვფიქრობ, რომ აი ამ გამოწვევას გივი ღირსეულად გადალახავს, რადგან მისი მეტოქე არის საკმაოდ ტიტულოვანი, ძალიან გამოცდილი, ჩატარებული აქვს უკვე 20-ზე მეტი ბრძოლა პროფესიონალურ კრევის რინგზე, აქვს 19 მოგება, 3 წაგება, რაც არის შესანიშნავი რეკორდი, 23 წლის არის, ეხლა იფურთქნება ფაქტიურად, თან უმატებს და უმატებს, ისეთი ამის მეტოქე, ნაბრძოლი აქვს და მოგებული აქვს IBF ვერსიით აზიის ქამარი, IBF ვერსიით წყნარი ოკეანის ქამარი, ნაბრძოლი აქვს WBC, WBC ეგრეთ წოდებული ვერსიით აზიის ქამარზე, რამოდენიმეჯერ, მოკლედ ძალიან გამოცდილი მეტოქეა, ძალიან ძლიერი მეტოქეა. მოგეხსენებათ, ტაილანდში კრივი არის ძალიან განვითარებული, მათ შორის ტაილანდური კრივიც, მაგრამ უშუალოდ პროფესიონალურ კრივზე რადგან ვსაუბრობთ და ძალიან ისეთი მაგარი მებრძოლები ყავს, ძალიან რთული დარტყმები აქვს, ძალიან კარგად არიან მომზადებულები, ძალიან მებრძოლები არიან, აზიელები, შესაბამისად ეს იქნება დაუვიწყარი ბრძოლა, 12 რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა, არ ვიცი და ძალიან მაგარი ხომაგობა დასჭირდება გივი თოდუას, ასე რომ მოდით ყველანი აუცილებლად და ერთად ვიზეიმოთ გივი თოდუას წარმატება. გივი თოდუა, როგორც უკვე გითხარით, ახალგაზრდა მოკრევია, სულ რაღაც 20 წლის, თუმცა თავისი სანახაობრივი სტილი, თავისი დარტყმის ძალით, თავისი მონდომებით მან იმდენი შეძლო, რომ აი ამ გამოწვევის წინაშე დადგა, უკვე მიიღო ეს გამოწვევა და დარწმუნებული ვარ წარმატებით გადალახავს. კიდეც გივი თოდუა ემზადება კრევის კლუბ Boxing Time-ში, ავლაბარში, რომელიც ჩამოყალიბდა ერთ-ერთ საუკეთესო კრევის კლუბად, უმოკლეს დროში, უნდა ითქვას ესეც და მისი პირადი მწვრთნელი გახლავთ ყველასათვის ცნობილი მწვრთნელი გაგა თოდუა, ვის ხელმძღვანელობითაც მე ვიცი, რომ ძალიან კარგ ფორმაშია გივი და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, როგორც სოციალურ ქსელებში. თავად გივიმ გაავრცელა განცხადება, 12 რაუნდიანია ბრძოლა, მაგრამ ვადაზე ადრე ვაპირებო ამ ქამრის მხარზე გადაკიდებასო და მოკლედ ჩვენც აი ამ ყველაფერს ველით, მოკლედ აუცილებლად მოდით და ნახეთ აი ეს ბრძოლა. რაც შეეხება კიდევ ერთ ქამარს, ეს იქნება საქართველოს ქამრის გათამაშება, უკვე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში და შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებას ველი მე აი ამ 10 რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან გამორჩეული ქართველი პროფესიონალი მოკრევეები, გულშემატკივრისთვის ძალიან კარგად ნაცნობი მებრძოლები, ესენი არიან ლევან იანქოშვილი, თბილისიდან წარმოადგენს კრევის კლუბ მგლებს და ასევე გარდაბნის კრევის სკოლიდან აკაკი კაკრიაშვილი. ორივე ამ მოკრევეს წარდგენა არ ჭირდება ქართველი მაყურებლის წინაშე, ქართველი კომაგის წინაშე, კომაგთა მთელი არმია ყავს, როგორც ერთ ისე მეორე მოკრევეს, არიან უძლიერესი მებრძოლები, ძალიან სანახაობრივი მებრძოლები და ძალიან ისეთი ხასიათის მებრძოლები, რომლებიც მხოლოდ გამარჯვებისთვის გადიან რინგზე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ენერგიის ბოლო წვეთამდე იბრძვიან და დებენ ყველაფერს დაპირისპირებისას. უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა ჩართვა აი ამ მოკრევეების და მათი საუბრეს საკუთარ მიზნებზე, საკუთარ გეგმებზე და მართლაც არც ერთი არ აპირებს უკან დახევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ
ეს იქნება ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ბრძოლა უახლოეს ისტორიაში ქართული კრივის, ქართული პროფესიონალური კრივის, ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ 26 სექტემბერს მოხვიდეთ და უგულშემატკივროთ თქვენს საკუთარ რჩეულს და საკუთარ ფავორიტს. მე გამიჭირდება ფავორიტის დასახელება აი ამ ორ მოკრევეს შორის, მართლაც ორივე უძლიერესია, ორივე ძალიან კარგი პიროვნება ამავდროულად და ორივესგან მე ველი საუკეთესო კრივს, საუკეთესო სანახაობას და ყველაფერი იმას, რაც ასე უხდება პროფესიონალურ კრივს, რა თქმა უნდა, ქართველი მაყურებლის და მსოფლიო კრივის ლეგენდის ლენოქს ლუისის თვალწინ. კიდევ ერთი დაპირისპირება იქნება ძალზე საინტერესო ქართველი მოკრივე იაგო კიზირია წარდგება მოლდოველი მეტოქის წინააღმდეგ. იაგო კიზირიაზე ლაპარაკი მე მგონი ზედმეტი არც ღირს, იმდენად კარგად იცნობს ქართული კრივის კომაგი, პროფესიონალურ კრივში ბოლო დროინდელი წარმატებები გასულით ბრძოლებში მოგებები უკავშირდება იაგო კიზირიას არაერთი. მართლაც გამორჩეული მებრძოლია და ნამდვილად იმსახურებდა იაგო კიზირია, რომ აქ საქართველოში საკუთარი მაყურებლის თვალწინ ჩაეტარებინა ბრძოლა უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ და აი ეს ასეც მოხდა, რაც ძალიან მისასალმებელია, ძალიან სასიხარულოა. მოგეხსენებათ, იაგო კიზირია არის მართლაც გამორჩეული მებრძოლი თავისი სტილით, თავისი ხასიათით და თავისი გამძლეობით და ყველაფერი იმით, რითიც ასე ფასობს ზოგადად პროფესიონალი მოკრევე. ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს კიზირია საკუთარ მეტოქეებს, სულ მიდის წინ, სულ არის იერიშზე, სულ პრესავს მეტოქეს, სულ და არა ცდის მას ამოსუნთქვის საშუალებას და გადდატეხავს ხოლმე საბოლოოდ და ბევრს არ შეუძლია იაგო კიზირიას გაუძლოს. შესანიშნავ ასაკშია იაგო კიზირია, უკვე ძალიან ბევრი აქვს ნანახი, როგორც სამოყვარულო კრივში, ისე პროფესიონალურ კრივში. ძალიან ბევრ და ძალიან უმაგრეს მებრძოლებთან აქვს ნაბრძოლი უკვე მთელი ევროპის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოველ მეტოქესაც კიზირია სულ მალე არ ამგონია, რომ 6 რაუნდი აცადოს იქ რინგზე, თავიდანვე შეუტევს და ძალიან მაგარ შოუს შემოგთავაზებს, დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა გვექნება ჩვენ უკვე 91 კილოგრამ-წონით კატეგორიაში, სადაც ჩვენ ვიხილავთ ირაკლი ალანიძეს, რომელიც არის წარმოშობით ფოთელი მოკრივე, ფოთის კრივის სკოლის აღზრდილი, თუმცა დღესდღეობით არის გადასული ბათუმში, წარმოადგენს ბათუმის კრივის აკადემიას, მართლაც ერთ-ერთ გამორჩეულ კრივის კლუბს მთელ საქართველოში, სადაც შესანიშნავ პირობებში ის ემზადება აი ამ ბრძოლისთვის. მისი მეტოქე იქნება იტალიელი მოკრივე, ტურკეტი, რომელიც ერთხელ უკვე ვნახეთ ჩვენ საქართველოში ქართველი მეტოქის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ ამ გაზაფხულზე ტურკეტი მებრძოლა ქართველი ჯონი ჭკადუას წინააღმდეგ თბილისურ რინგზე და სამწუხაროდ იმ ბრძოლაში ჭკადუას ხელი ამოუვარდა, ტრავმა მიიღო, ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და ტურკეტის ჩაეთვალა გამარჯვება, თუმცა ამჯერად დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. ირაკლი ალანიძე ის მოკრივეა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და არა მარტო თავის, არამედ მთლიანად ქართული გულშემატკივრის და ჯონი ჭკადუას ჯავრებსაც ამოიყრის თავის იტალიელ მეტოქეზე, ასე რომ მოდით და ერთად ვნახოთ იტალიელის დამარცხება ირაკლი ალანიძის მიერ. ალანიძე მართლაც გამორჩეული პერსონაჟი და გამორჩეული მოკრივეა, როგორც სამოყვარულო კრივში, ესე პროფესიონალურ კრივში, არის საქართველოს ნაკრების მოქმედი წევრი, არის თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი, არაერთგზის პრიზიორი, ბევრი რამე აქვს ნანახი სამოყვარულო კრივში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პროფესიონალურ კრივშიც არაერთი ძალზე წარმატებული ბრძოლა აქვს გამართული როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ნაბრძოლი აქვს ქამრებზე და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გამოცდილი მოკრივეა. სერიოზული სპორტსმენია, ძალიან მიზანდასახული, ძალიან მონდომებული, ჩამოყალიბებული, ასე რომ ირაკლი ალანიძისგანაც მხოლოდ საუკეთესო ორთა ბრძოლას ველით. აი ეს 4 ბრძოლა იქნება დღის მთავარი ბრძოლების ნაწილში, მთავარ ქარდზე, ასე ვთქვათ, თუმცა ამის გარდა ჩვენ გველის არაერთი სხვა საინტერესო ბრძოლებიც აი ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვნახავთ ქართველ მოკრივეთა დაპირისპირებებს გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან ერთმანეთის წინააღმდეგ და მათ შესახებაც მოკლედ მე დაგიანონსებთ დღეს ჩვენს გადაცემაში. 64 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ძალიან გამოცდილ მოკრივეებს ვნახავთ ერთმანეთის პირისპირ, უგამოცდილესი მებრძოლები ხვიჩა გიგოლაშვილი ახალციხიდან მიხეილ გაბინაშვილის გორელი მოკრივის წინააღმდეგ.
ამ ან მეორე მოკრევეზე ბევრის ლაპარაკი მე ვფიქრობ არ მჭირდება, მას ქართული კრივის კომაგი ორივე მათგანს ძალიან კარგად იცნობს, ძალიან გამოცდილი მებრძოლები არიან, არაერთი უამრავი ბრძოლები აქვთ გამართული მთელი ევროპის მასშტაბით, უამრავი გამარჯვებები აქვთ მოპოვებული, ხვიჩა გიგოლაშვილსაც და მიხეილ გაბინაშვილსაც და აი მე ვთვლი რომ ერთ-ერთი გამორჩეული, ერთ-ერთი ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება ამ ორი მოკრივის დაპირისპირება 26 სექტემბერს. ორივე შეიძლება ითქვას რომ თანაბარი მოკრევეები არიან, როგორც გამოცდილებით, ასევე თავიანთი დღევანდელი მიმდინარე ფორმით, მიმდინარე სტატუსით, შესაბამისად აქ იქნება სრული დაუნდობლობა. საკმაო ხანია არც ერთი და არც მეორე პირადად მე რინგზე არ მინახავს, როგორც მაქვს ინფორმაცია, ორივე მათგანი ძალიან კარგად ემზადება, ორივე მონდომებულია და სურს რომ საკუთარი მაყურებლის თვალწინ აი ამ დიდ საკრევო შოუზე დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, ასე რომ პირადად მე ველი ძალიან მაგარ დაპირისპირებას და ვფიქრობ რომ გამართლდება ჩემი მოლოდინები აი ამ შოუზე. ერთი რაც შეიძლება ითქვას ის არის რომ ორივე მოკრევე თავის კარიერის უმეტეს ნაწილში გაცილებით კიდევ უფრო დაბალ წონაში ასპარეზობდა, თუმცა დღესდღეობით მოგეხსენებათ წონები ყოველთვის იცვლება ასაკის მატებასთან ერთად და ვიხილავთ 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორივე მათგანს, თუმცა არ ამგონია ეს პრობლემა იყოს ან ერთი ან მეორე მოკრივისათვის. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ ვნახავთ დავით ბერიძეს, რუსთაველ მოკრევეს, ახალციხელი შოთა ჯვარიძის წინააღმდეგ. შოთა ჯვარიძეც ძალიან გამოცდილი მოკრევეა, ევროპაში ძალიან ბევრი ბრძოლა გაუმართავს, საქართველოშიც მათ შორის. ყოველთვის გამოირჩევა თავის თავდადებული ხასიათით, ძალიან დიდი მონდომებით, თავისი გამძლეობით, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. რაც შეეხება დავით ბერიძეს, მას სულ რაღაც ორი ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალურ კრივის რინგზე, ნამდვილად კარგი მებრძოლია. უნდა აღინიშნოს რომ ძალიან მონდომებული იყო, წინა შოუზეც მიიღო მონაწილეობა და მართლაც ძალიან თანაბარ ბრძოლაში მაშინ დამარცხდა, თუმცა ამჯერად ნამდვილად მხოლოდ გამარჯვებისთვის გავა რინგზე დარწმუნებული ვარ დავით ბერიძე, ისევე როგორც შოთა ჯვარიძე, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ნანახი, ქონდა პატარა პაუზა პროფესიონალურ კარიერაში, ახლა უკვე ბრუნდება და დარწმუნებული ვარ თავის საუკეთესო ვერსიას შესთავაზებს ქართული კრივის კომაგებს. კიდევ ერთი ძალზე საინტერესო და დაძაბული ბრძოლა გველი 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქართული პროფესიონალური კრივის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ბორჯომელი ნოდარ რობაქიძე გავა რინგზე, ასევე გულშემატკივრისთვის ძალიან კარგად ნაცნობი მოკრივის დავით ბადურაშვილის წინააღმდეგ. მე პირადად ველი ამ ბრძოლაში არა მხოლოდ უშუალოდ საკრევო სანახაობას, არამედ ზოგადად შოუს ველი ყველაფერს საუკეთესოს, რაც უხდება ქართულ კრივს, ერთიც და მეორე მოკრევეც რომ არაფერს არ დაზოგავს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ქართული კრივის კომაგს ეს ბრძოლა ძალიან დააინტერესებს. მეც ძალიან მაინტერესებს ამ ბრძოლის საბოლოო შედეგები. ორივე მოკრევე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის რინგზე და ნახოთ როგორ დასრულდება აი ეს დაპირისპირება 26-ზე. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ ვიხილავთ ვარიანელი ნიკა ქოქაშვილისა და გორელი დავით ბიძინაშვილის დაპირისპირებას. ორივე მოკრევეს კარგად ვიცნობ მე პირადად, კარგი პიროვნებები არიან, გამოცდილი მებრძოლები არიან. და ვნახოთ რა შემოგთავაზებენ ისინი უკვე აი ამ შოუზე. ვფიქრობ ორივე მათგანს აქვს ამბიცია იმის რომ მხოლოდ გამარჯვებით ჩამოვიდნენ რინგიდან. თუმცა ვნახოთ რა იქნება შედეგი, ამას ყველაფერს უკვე ჩვენ ვიხილავთ უშუალოდ ბრძოლისას, ვინ უფრო მეტად იქნება მომზადებული, ვინ უფრო უკეთესი განწყობით ავა რინგზე, ალბათ გამარჯვებაც მას დარჩება. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ველი კიდევ ერთ გამორჩეულ ბრძოლას მე პირადად მოგეხსენებათ ამ წონაში ასპარეზობს ქარელელი მოკრივე გიორგი მჭედლიშვილი, რომელმაც ბოლო პერიოდში არაერთი გამარჯვებით დაამახსოვრა თავი ქართული კრივის კომაგს. ეს არის მართლაც გამორჩეული მაღალი დონის მოკრივე, რომელიც ძალიან მაგრად ასპარეზობს როგორც საქართველოში, ასევე განსაკუთრებით საზღვარგარეთ. მინდა ვთქვა, რომ მისი ბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ უცხოეთშია გამართული და არაერთი ძალიან მაგარი ბრძოლა აქვს ჩამოტანილი მოგებით, მათ შორის შვეიცარიაში, მათ შორის საფრანგეთში, სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან კარგი ასპარეზობით ამახსოვრებს თავს ყოველთვის. გიორგი მჭედლიშვილი არის ნოკაუტორი, არის ძალიან მაგარი მებრძოლი, უძლიერესი დარტყმები აქვს გიორგი მჭედლიშვილს
და ველით მისგან ახლაც ძალიან წარმატებულ და ძალიან მაგარ ასპარეზობას, მით უმეტეს ეს არის საკმაოდ შორს იყურება საკმაოდ გიორგი მჭედლიშვილი, საკმაოდ ამბიციური მებრძოლია, ამბიციური მოკრევია, ნამდვილად აქვს ამის ამბიციას და შესაძლებლობაც რომ მიაღწიოს უმაღლეს მიზნებს, მხოლოდ საუკეთესოებთან სურს ყოველთვის აი ამ მოკრევეს საკუთარი ძალების მოსინჯვა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი მეტოქე ეყოლება მას ახალგაზრდა თორნიკე ილაშვილის სახით, რომელსაც მართალი ახალი დაწყებული აქვს ასპარეზობა პროფესიონალურ კრივის რინგზე, მაგრამ მართლაც უძლიერესი ბიჭია, ძალიან მაგრად ურტყავს, ძალიან მაგარი მებრძოლია და ვნახოთ რა შესთავაზებენ ერთმანეთს ეს მეტოქეები. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიხილავთ ოთარ ჩახვაშვილს, გამოცდილ მებრძოლს, ისიც როგორც თორნიკე ილაშვილი წარმოადგენენ გურჯაანის კრივის სკოლის წარმომადგენლები არიან, მათი მწვრთნელი გახლავთ ბატონი ოთარ მამულაშვილი, ოთარ ჩახვაშვილი საკმაოდ გამოცდილი მოკრევია, შეიძლება ითქვას, რომ ბევრის მნახველი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ხოლო მისი მეტოქე იქნება დებიუტანტი მოკრივე მარნეულიდან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ეს არის შალვა ლალიაშვილი, რომელსაც დარწმუნებული ვარ დებიუტის აღნიშვნას სურს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებით. მარნეულელი მოკრევეები ახლა ჩაერთნენ აი ამ შოუში სადებიუტო ბრძოლით და ეს წარმოადგენენ კრივის კლუბ ერთობას, საკმაოდ საინტერესო კრივის კლუბია, საკმაოდ საინტერესო მოკრევეები არიან, უშუალოდ პროფესიონალურ კრივის რინგზე დებიუტი იქნება მათი, მათ შორის შალვა ლალიაშვილის და მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ველოდები თუ რას შემოგთავაზებენ ისინი უკვე უშუალოდ რინგზე. ყოველ შემთხვევაში ისეთი რეკომენდაციებით არის შალვა ლალიაშვილი და მეტოქეც ოთარ ჩახვაშვილი ისეთი მოკრევია, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო დაპირისპირება უნდა ვიხილოთ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოკრევე ბორჯომიდან ბესიკ შარვაძე იასპარეზებს თბილისში გასამართ დიდ საკრივო შოუზე. მისი მეტოქე კი იქნება დებიუტანტი ბესიკ ჭინჭარაული. შარვაძე არის ძალიან სხარტი, ძალიან სწრაფი, ძალიან მონდომებული და გამორჩეული მოკრივე ბორჯომიდან, მისი მწვრთნელი გახლავთ ბორჯომელი კრივის მწვრთნელი ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი გიორგი ჯეირანაშვილი. რაც შეეხება ბექა ჭინჭარაულს, ის დებიუტანტი მოკრივეა, პირადად მე მისი ბრძოლა ნანახი არ მაქვს, პროფესიონალურ კრივის რინგზე მით უმეტეს დებიუტი უნდა შედგეს, თუმცა მისი მწვრთნელი გახლავთ ლევან ციკლაური, ყველასათვის კარგად ნაცნობი მებრძოლი და დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესოდ მომზადებდა აი ამ ბრძოლისათვის. ყოველ შემთხვევაში მე ველი თავდაუზოგავ ჯახს 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ძალიან სხარტ ბრძოლას, ძალიან სანახაობრივ ბრძოლას და ვნახოთ როგორ გამართლდება ჩვენი იმედი. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ ვიხილავთ ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მოკრივეს გოგა ციკოლიას, რომელსაც ძალიან რინგზე გამოარჩევს, ძალიან კარგი მოქმედება, რინგზე გამოარჩევს თავდადება, რინგზე გამოარჩევს შრომის უნარიანობა, ტექნიკა და დიდი პასუხისმგებლობა. მის მეტოქე იქნება გორელი მოკრივე თორნიკე ციკლაური. ციკლაურს აქვს მართლაც სანოკაუტე დარტყმა, ჩვენ გვინახავს პროფესიონალურ კრივის რინგზე მის მიერ დანოკაუტებული მებრძოლები. თორნიკე მონდომებულია აი ამ ბრძოლისთვის, სოციალურ ქსელებშიც აზიარებს, რომ ვისაც ჩემი არ გჯერათ, ყველა მოდით და სპეციალურად ნახეთ ეს ბრძოლა, რადგან საპირისპიროში დაგამტკიცებთ და საპირისპიროს დაგიმტკიცებთ, სწორედ აი ამ ბრძოლაშიო. მოკლედ ვნახოთ, როგორ შეხვდებიან მეტოქეები, რა ფორმაში შეხვდებიან აი ამ ბრძოლას და რას შემოგთავაზებენ უშუალოდ რინგზე. რა თქმა უნდა, უშუალოდ რინგზე უნდა გადაწყდეს მათ შორის საუკეთესო სვინაობა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ ვიხილავთ დავით ნაცვლიშვილის, გორელი მოკრივისა და ქარელელი მამუკა მთიულიშვილის დაპირისპირებას. უნდა ითქვას, რომ ნაცვლიშვილი საკმაოდ გამოცდილი მოკრევია, თუმცა შემდეგ ჰქონდა ხანგრძლივი პაუზა კარიერაში, დაბრუნდა ამ წლის დასაწყისში პროფესიონალურ კრივის რინგზე, ძალიან წარმატებით დაბრუნდა სხვათა შორის, მათ შორის მოიპოვა წარმატებები უცხოეთში, გასულთ ბრძოლებში, რაც მოგეხსენებათ არ არის მარტივი და აი ახლა უკვე იბრძოლებს თბილისში, აი ამ მართლაც გამორჩეულ შოუზე, მისი მეტოქე კი იქნება ქარელელი მამუკა მთიულიშვილი, მართლაც ძალიან საინტერესო, პერსპექტიული მოკრივე, ძალიან მონდომებული, ძალიან კარგი ხასიათის, კარგი პიროვნება.
დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მთიულიშვილი და დავით ნაცვლიშვილი მხოლოდ საუკეთესო ბრძოლას და საუკეთესო დაპირისპირებას შესთავაზებენ საკუთარ კომაკს, ასე რომ აუცილებლად გთხოვთ ყველას, რომ მოხვიდეთ მათ მხარდასაჭერად და უშუალოდ დარბაზიდან უკომაგოთ საკუთარ რჩეულს. 80 კილოგრამ წვერით კატეგორიაში ვიხილავთ გორელი მოკრივის გამოცდილი ფრიდონ ყაყიტაშვილის ასპარეზობას, დებიუტანტი მარნეულელი მოკრივის წინააღმდეგ მისი მეტოქე იქნება გიორგი ბოჭოიძე, წეგან მე ვისაუბრე მარნეულელ მოკრივეებზე და ერთ-ერთი მათგანია სწორედ გიორგი ბოჭოიძე, რომლის დებიუტით შედგება აი ამ ბრძოლაში. ნახოთ, მე პირადად მართლაც მაინტერესებს პირველ რიგში სასიხარულოა, რომ ახალი კრივის კლუბი შეემატა ქართული პროფესიონალური კრივის ოჯახს და ვნახოთ რა დონის მოკრივეები, რა დონის მებრძოლები წარდგებიან რინგზე, დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც მათი მწვრთნელების რეკომენდაციები გამართლდება და გიორგი ბოჭოიძე საუკეთესო დაპირისპირებას შემოგთავაზებს ისევე როგორც ფრიდონ ყაყიტაშვილი, რომელსაც ძალიან ჰქონდა რაღაც გარკვეული პაუზა ასევე და ბრუნდება ძალიან დიდი შემართებით, ძალიან დიდი მონდომებით, ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან კარგი მოკრივეა და ვნახოთ უშუალოდ რინგზე როგორ ფორმაში შეხვდება აი ამ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, ისევ და ისევ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ამ ბრძოლაშიც მხოლოდ თავდადებულ ბრძოლაში გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთესად შეხვდება მომზადებული და მეტი ენერგია ექნება უშუალოდ რინგზე. ვარიანელი მოკრივე ამირან აბულაძე შეგვიძლია ვიხილოთ 26 სექტემბერს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ბრძოლაში. ამირან აბულაძე საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა, ძალიან ბევრი ბრძოლები აქვს გამართული საქართველოშიც, გამართული აქვს საზღვარგარეთაც, არაერთი დაპირისპირება და დარწმუნებული ვარ, ეხლაც რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ კარგ ფორმაშია, მხოლოდ უმაღლესი მიზნები აქვს დასახული, მისი მეტოქე კი იქნება დებიუტანტი მოკრივე დავით მუშკუდიანი, რომელიც ასევე ლევან ციკლაურის შეგირდია, შეიძლება ითქვას, საუკეთესოდ იქნება მომზადებული, მაინც დებიუტანტის მონდომება, დებიუტანტის თავის, რა თქმა უნდა, ემოციებთან ერთად, მაგრამ ყოველთვის გამოირჩევიან შემართებით და მონდომებით დებიუტანტი მოკრივეები, გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ მით უმეტეს, ასე რომ ვნახოთ, რას შემოგთავაზებენ ისინი უშუალოდ რინგზე. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვნახავთ საინტერესო დაპირისპირებას, კიდევ ერთი ბორჯომელი მოკრივე იასპარეზებს აი ამ შოუზე, ეს არის წეგან ჩვენს მიერ ნახსენები ნოდარ რობაქიძის ძმა დავით რობაქიძე, ასევე გამორჩეული ტექნიკური, საკმაოდ ძლიერი, ძალიან კარგი მოკრივე და მებრძოლი. ნოდარ რობაქიძე ყველა მიცის თავისი ძალიან ბევრი ჩატარებული ბრძოლები, თუმცა არანაკლებია დავით რობაქიძეც, რომელიც შარშან გამოჩნდა პროფესიონალურ კრივის რინგზე და მას შემდეგ ყველას დაამახსოვრა თავისი ტექნიკური სტილით, თავისი ლამაზი კომბინაციებით, კარგი მოძრაობით. მოკლედ დავით რობაქიძისგანაც მე პირადად მხოლოდ საუკეთესო შედეგებს ველი აი ამ ბრძოლაში ბორჯომელ მოკრივეებს ჩემგან არაკლიათ ქება, თუმცა ეს ყველაფერი არის ყოველთვის დამსახურებული და დავით რობაქიძეს დარწმუნებული ვარ, სრულად გაამართლებს თავისი გულშემატკივრის იმედებს აი ამ ბრძოლაში, თუმცა მას ეყოლება საკმაოდ რთული მეტოქე, საკმაოდ ძლიერი მეტოქე, ძალიან გამოცდილი გორელი მებრძოლი, ანზორ გამგებელი, რომელიც ყველამ კარგად იცის, ვინც ქართულ პროფესიონალურ კრივშია ჩახედული, ანზორს არაერთი ბრძოლა აქვს გამართული, ძალიან გამოცდილი მოკრივეა, გამოირჩევა თავისი ბრძოლით რინგზე, თავისი მონდომებით, თავისი ხასიათით, თავისი შეტევებით, შესაბამისად მარტივი ბრძოლა ნამდვილად არ ექნება არც რობაქიძეს, იმიტომ რომ ანზორ გამგებელი რინგზე თუ გადის, იმიტომ რომ ბრძოლაში გამარჯვებით ჩამოვიდეს რინგიდან, ასე რომ ველი საუკეთესო დაპირისპირებას, ძალიან კარგ ბრძოლას და გაიმარჯვოს ღირსეულმა. 26 სექტემბრის ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ერთ-ერთი ვარსკვლავური ბრძოლა შეიძლება უწოდო კიდეც, რომლისგანაც მე მაქვს ერთ-ერთი ყველაზე მეტი იმედი და მოლოდინი, ეს იქნება 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთის წინაშე წარდგებიან გორელი ბადრი გოგიჩაშვილი და მარნეულელი ოთარ ნავერიანი. ბადრი გოგიჩაშვილი არის უგამოცდილესი მებრძოლი. მისი კარიერა იწყება კიკბოქსინგიდან, თუმცა შემდეგ წლების განმავლობაში სულ პატარა ასაკიდან ასპარეზობდა პროფესიონალური კრივის რინგზე, აქვს უამრავი ბრძოლა გამართული საქართველოშიც, აქვს უამრავი ბრძოლა გამართული საზღვარგარეთ,
აქვს მიღწეული წარმატებები უცხოურ რინგებზე მთელი ევროპის მასშტაბით და ყოველთვის ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლად ითვლებოდა. მოკრივედ, რომელიც გამორჩეულია თავისი უძლიერესი დარტყმებით, თავისი ხასიათით, თავისი იმ ყველაფრით, რაც წარმატებისთვის საჭირო არის პროფესიონალურ კრივის რინგზე და აქვს ზურგს უმაგრებს ძალიან დიდი გამოცდილება. ფაქტიურად მთელი ცხოვრება ბრძოლაში აქვს ამ ბიჭს გატარებული. ძალიან კარგი პიროვნება და ისეთი მებრძოლია, რომელიც საქართველოში რომ გადის რინგზე, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ იქიდან ჩამოვიდეს გამარჯვებული. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მის წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა სად ჩატარდება ბრძოლა, თუმცა როდესაც საქართველოში ბრძოლა ტარდება, ბადრი გოგიჩაშვილი აქ თავს ნამდვილად არ შეიცხვენს და დარწმუნებული ვარ საუკეთესო ბრძოლას შემოგთავაზებს. მისი მეტოქე კი მართლაც ერთ-ერთი იმედის მომცემი მოკრევია ოთარ ნავერიანი, პროფესიონალური კრივის რინგზე ოთარ ნავერიანს ახალი ადგმული აქვს ფეხი, თუმცა ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სამოყვარულო კრივში, წლების განმავლობაში იყო საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების წევრი. ძალიან მონდომებულია ოთარიც, ძალიან დიდი მიზნები აქვს, ძალიან დიდი გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ სულსა და გულს ჩადებს აი ამ ბრძოლაში და მხოლოდ გამარჯვებას ეცდება. მე თუ ვინმეს გავუწევდი რეკომენდაციას რომ რომელ ბრძოლას დააკვირდნენ, ვიტყოდი რომ აი ამ ბრძოლას დააკვირდით მეგობრებო, დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებს ნეიტრალური კომაგი, ქართული კრივის გულშემატკივარი, რაც შეეხება უშუალოდ მებრძოლებს, როგორც ერთ ისე მეორეს, მათგანს არაკლიათ კომაგები და გულშემატკივრები პირადი, ასე რომ მობძანდით და ადგილზე სპორტის სასახლეში გავიმეორებ ეს არის ძველი სპორტის სასახლე, სადაც ტარდება ეს ბრძოლები, მობძანდით და უკომაგეთ გრანდიოზულ საკრებულო შოუზე საკუთარ რჩეულს. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ გველოდება სარევანშო ბრძოლა, გორელი ვეტერანი მოკრევე ვლადიმერ ჯანეზაშვილი, კასპელი რომან გადიმოვის წინააღმდეგ, მოგეხსენებათ ჯანეზაშვილსა და გადიმოვის შორის 2 წლის წინ შედგა ბრძოლა, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა ეს დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ვადაზე ადრე შეძლო გამარჯვება ვლადიმერ ჯანეზაშვილმა. აი ამ ორთა ბრძოლაში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იყო და აი ახლა უკვე მათ შორის რევანში, მაშინ უნდა გადიმოს, ახლა ეს რევანში შედგა, ეს რევანში შედგება პროფესიონალური კრივის რინგზე, ჩვენ ვიხილავთ მათ დაპირისპირებას, ვნახოთ რა შემოგთავაზებენ, როგორ ფორმაში არიან და რა შედეგით დასრულდება აი ეს ორთა ბრძოლა, ყველაფერი ისევ და ისევ რინგზე გადაწყდება. აი ეს არის მეგობრებო სრული სია და სრული კარდი, ვინც იბრძოლებს აი ამ დაპირისპირებებში, მართლაც გამორჩეული წყვილებია, გამორჩეული მოკრივეები იღებენ მონაწილეობას, ძალიან დაძაბული, თითქმის თანაბარი დონის მოკრივეები არიან ყველა წყვილში, შესაბამისად ყველგან იქნება დაძაბულობა და რა თქმა უნდა შოუს დაგვირგვინება ქართველი მოკრივეები უცხოელ მეტოქეთა წინააღმდეგ. აქვე გეტყვით რომ ამით გარდა იქნება უცხოელ წყვილთა კიდევ ერთი ბრძოლა, მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ქართულ პროფესიონალური კრივის შოუები, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის დამსახურებით იმ დონეზე ავიდა, რომ სოფლიოს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის უკვე ძალიან დიდი ინტერესი, რომ ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა აი ამ შოუში. გასულ 3 შოუზე იყო უცხოელი წყვილები და აი ამ შოუზეც ჩვენ ვიხილავთ მოკრივეს ისრაელიდან იან ზაკს, რომელიც უკვე მესამედ გამოდის ქართულ პროფესიონალურ კრივის შოუზე და ქართველი გულშემატკივრის ყურადღება უკვე მიიპყრო ამ მოკრივემ, ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული და ძალიან მაგარი მოკრივეა და მართლაც საოცარი მეტოქე ეყოლება უზბეკეთიდან ამჯერად იან ზაკს. უზბეკი მოკრივე წლების განმავლობაში უზბეკეთის ნაკრების წევრი და დღესდღეობით 20 გამარჯვებით პროფესიონალური კრივის რინგზე, მართლაც საოცარი მეტოქე 28 წლის უზბეკი, რომელიც ჩამოვა სწორედ იან ზაკის წინააღმდეგ თბილისში, არ ვიცი, აი ამ დონის მებრძოლი
აი ამ დონის მებრძოლთა ჯახი ზოგადად თბილისურ შოუზე ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება ზოგადად კრივის გურმანებისთვის და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ მართლაც დასაფასებელია რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროპიდან, აზიიდან ჩამოდიან და იღებენ მონაწილეობას ჩვენს შოუში. მოკრივეები ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს რომ ჩვენი შოუები სრულად აკმაყოფილებენ მსოფლიო დონეს, უმაღლესი დონის ღონისძიებები ტარდება პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით საქართველოში და ქართული პროფესიონალური კრივი წინ მიიწევს. ერთადერთი რაც კიდევ უფრო მეტად გვჭირდება, ეს არის კომაგების, მაყურებლების აქტიურობა, უფრო მეტად ჩართულობა, როგორც უშუალოდ ბრძოლებისას, როგორც უშუალოდ დარბაზებში, კრივის შოუებზე, ასევე ზოგადად სოციალურ ქსელებში, ასევე ცხოვრებაში და ყველგან მხარი დაუჭიროთ ქართულ კრივს, სულ მალე ჩვენ გველის ძალიან დიდი ზეიმი, ძალიან დიდი წარმატებები ქართველი პროფესიონალი მოკრივეების მიერ მიღწეული წარმატებები როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს საზღვრებს გარეთ მოგეხსენებათ წლების განმავლობაში ქართველი პროფესიონალი მოკრივეები მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით უდიდეს საკრივო შოუებზე აფრიალებდნენ ქართულ დროშებს, აღწევდნენ წარმატებებს, ჩამოქონდათ გამარჯვებები, რაც არის ურთულესი დამერწმუნეთ და აი ახლა მით უმეტეს, როცა აი ესეთი მაგარი ბრძოლები იგეგმება, რომელშიც როცა უკვე ჩართულია ამ ყველაფერში სპორტის სამინისტრო, სხვადასხვა ქალაქების მერიები, ამ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერია, ჩართულია ძალიან უმაღლეს დონეზე თვითონ პროფესიონალური კრივის კავშირი და ასე შემდეგ, ბევრი საინტერესო ღირსეული და პატივსაცემი პიროვნება დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პროფესიონალური კრივის მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მომავალი აქვს და ისიც ვიცი, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი გეგმავს ინტენსიურად შოუების ჩატარებას, როგორც წლის ბოლომდე, ისე მომავალ წელს, ასე რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ წინ არის. მოდით კრივზე ერთად უქომაგოთ ქართულ კრივს. ნახვამდის.